გამარჯობა ხალხი. მოვედი. ამას თუ მოსვლა ქვია, მე მოვედი. ეხლა გამარჯობა, ვერ აღხედავთ. უბრალოდ ჩემთავს ვერ აღხედავ, ვერ ავხედავ. ეხლა შემოვედი სახლში. ხილები რას მიკავს, არ ვიმჩნევ. საერთოდ რა მდგომარეობაში ვარ, არ ვიმჩნევ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ფერიცვალობას გილოცავთ და ვიცვალოთ ფერი აბა უკეთესობისაკენ. სიყვარულისკენ და ემისკენ ცხელა მოვედი ჩემი ნაყინით. ეს არის ნაყინი უშაქრო მანგო. ორი მანგო დევს და ორი კოკოსი ყუთში. ხოდა? მგონი არ მინდა. თან მგონი არ მინდა. მოვიტანე რომ ცოტა გავგრილდე მეთქი. ხოდა? როგორ ახართ ხალხო? მე როგორ ავარ? არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ ხო საერთოდ არ ვიცოდი და ეხლა საერთოდ ავარ. მე რომ აბერა სიტყვებით ვერ აგიხწერთ ხალხო რა დღეში ვართ. ისეთი სიცხეები იყო. ისეთი სიცხეები კი იტალიაში ყველგან ერთნაირად არ არის. ზოგან მეტად ცხელა, ზოგან ისეთი წარღვნა იყო და ჭექაქუხილებია და ისეთი წვიმა და სეტყვა და წაიღო ზოგან, მაგრამ აქ ჩვენთან დასასვენებლად რო ვიყავი, მაშინაც ძალიანად ცხელოდა ის ორი კვირა, უკვე კარგი სიცხე იყო, მაგრამ ეხლა იქ რო ხარ სასტუმროში არა საუზმეზე ვახშამზე სადილზე დარბაში ვარ, სასადილო დარბაში ცივა. მართლა ცივა ისეთი კონდიციონერებია. გარეთ დილით გამოხვალ უკვე ცხელა და ზღვაში მიდიხარ და სულ წყალში მეპირადად ხოდა. ნუ გრილდებოდით, სახში ახვალ და კონდიციონერს ჩართავ თუ გინდა დიდად თავიდან კი ვთავდი, მაგრამ მე თქვენ ხო იცით, ღამეც ვტოვებდი ხალხო, ღამე ისე ცხელოდა. მაგრამ ნუ მაინც კარგი. ხოდა, ეხლა აქ რო ჩამოვედით, აქ. გარდა იმისა, რომ იქ ცოტა ნიავი მაინც სულ იყო. აქ რო ცხელა, ჰაერი არატოკავს. აი არ იძulis. თელი ეს დრო, თელი ეს პერიოდი იცით როგორაც ცხელა. ნინომ მომწერა რომ მე მეგონაო რომ მიჩვეული ხარო სიცხეს რამდენი წელია უკვე. ეგეთი არ ყოფილა. ყოველ წელს კი ვამბობთ ეგეთი არ ყოფილაო, მაგრამ წელს რო არის ხალხო, აი ცხელოდა, მაგრამ ნიავი იყო. აი ცოტას რაღაცას გაგრილებდა. ეხლა ღამე მაინც ხო უნდა დაიწიოს რამდენიმე გრადუსი. არა. კედლებია ცხელი. კონდიციონერს რო რთავ, ვერ აგრილებს, ცოტა ჰაერს აგრილებს, მაგრამ როგორც გამორთავ, ისევ ცხელა, იმიტომ რომ კედლებია იატაკი, როდის იყო მე იატაკზე ფეხი დამედგა, ვიყინებოდ, ეს ქვის იატაკი, მეტლახი არის მდუღარე. დღე და ღამე. ღამე 32 დაბლა არ ჩამოდის ტემპერატურა, ღამე. წუხე ეს ორი დღეა რომ 30-ზე, 29-ზე ჩამოვიდა ღამე. ეხლა ეს ორი დღეა ცოტა ამოვისუნთქეთ, ანუ ცოტა დაიწია 3-4 გრადუსი, მაგრამ იქით კვირაში გამოგვიცხადეს რომ სადაც ჩვენა ვართ 40-44 იქნებაო და ეს არის არ ვიცი რა. ისეთი ცუდად ვარ ინოჩეტეს, რომელსაც 30-35 გრადუსზე თავს, აი კარგად გრძნობს რა, არ აწუხებს, კვდება. იმიტომ რომ ჰაერი არ ჩაგდის, ჰაერს რო სუნთქავ, გრძნობ რო ფილტვები ცხელდება. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. და მეორე ტენიანობა 80-88, 100%. რო შეხვალ დღე და ღამე ხარ სველი, აი წებოვანი, მე ესეთი რამე არ მქონია რომ კანი გაგწებო გაგწა. ჩემი დეიდაშვილი არის კვიპრზე. კვიპრი, ხო ქვია ქართული.
ხო და ის მეუბნებოდა ხოლმე ნანა არც საბანოში შესვლას აქ აზე რაც გამოსვლას როგორცო ტკბილი შაქრიანი წყალი წაგისვან ისეთი ხარო და ვერა ვხვდებოდი მე აქაცაც ხელად არ ანაირად მეთქი აი წელს გავიგე ეგრანაირად არის რომ წებოიანი ხარ როგორ ტკბილი წყალი წაგისვა ხან ერთი ტანის ის ვიყიდე დასაბანი ტანის რა ქვია დუშგელი ხან არა წიბოწებოვანი ვარ გამოვცვალე წავედი სხვა ვიყიდე ზღვის რაღაცა მარილებით ვიყიდე არა წავედი მე ფორთოხლის იმით ვიყიდე რომ იქნება მეთქი ციტრუსები არა არაფერშუაში არ არის ხალხო სიცხეა ისეთი რომ არ ვიცი ეს რა არის ხო და მოკლედ ძალიან ცუდად ვარ მაქვს ეს ახალი მარაო მაქვს თუ გაინტერესებთ ინოჩეტეს მეგობარი იყო წასული სამკურნალო წყლებზე რომისკენ ლაციო ხო და ისა საჩუქარიო ჩამოუტანეო საჩუქარი ისე ქვია პენსიერინო როცა პატარა რაღაცა არის იმას იტყვია ხოლმე რა უბრალოდ ისო შენცოლსო ინოჩეტი თვალწრიდან ჩემწოს რაო მე ვთქარ მეორე დღეს რომ მოვიდა მე ვთქარ რა მომიტანა მეთქი და მარაო აი ეს ლიმონებია დაიცა ლიმონებია იკვეცება თუ არა გონი ლიმონთან არ იკვეცება და ეს ის არის კიდე ბოდური რა ქვია ყველაფერზე ეს დიზაინიო ნახატია მოკლედ რაც არის მე და მარაოები ხო და ჩემთვის ვიცინოდი ამ კაცმა საიდან გაიცის მე რომ მარაოების გიჟი ვარ მეთქი ხო და ეს საჩუქარი მივიღე ჩეთეს ვთქვა შენთვის არაფერი არ წამომიღია შენცოს წამოუყო ეს მეგობარი ეხლა გადავხტები გადმოვხტები და არ გაგიკვირდეთ ეს მეგობარი არის ქვრივი ხო და რამდენჯერმე კი გავიფიქრე და მეთქი ინგა ხო არ დავაჯახო მეთქი მაგრამ მე არ ვაკადრე ინგას ხო და ეხლა უპოვია ბატონო ქალი ჩვენ გვერდზე ქალაქიდან ხო და დავცინი ვარ მე იმ კაცს პირში კი არა ინოჩენტესთან ვიცინი ახლა მეთქი შეყარებულობის პერიოდი აქვს მეთქი ჩამოვიდა იმ ხელა გზიდან ჩამოვიდა ეს კაცი 5-6 საათი მგზავრობა დააღლილი გაუბედურებული და მაინც წავიდა საღამოთი იმ ქალის სანახავად და წაიყვანა პიცაზე ხო და ვამბობდი რომ აი მეთქი სიყვარულმა რა იცის მეთქი მევთხარი აი ხა როგორ გაახალგაზრდავდება შეკვარ დავცინი შენ სიპოვე მეთქი ახლა ვინმე ახალი სიყვარული რომ ცოტა გაჯეილდე ხო გაჯეილებაზე მორჩი მაგ თემაზე ახლა სხვაზე გადავდივარ ხალხო მე უკვე გავგიჟდი და ეხლა თქვენც გაგაგიჟებთ არეული რო ვარ და გაგიჟებული რო ვარ და ტვინი აღარ მაქვს და გიჟობებს რო დავდებ და TikTok-ს რო უყურებ ეგ ხო იცით ეგ ახალი არ არის მაგას თავი დავანებოთ მაგრამ ეხლა 12-13 აგვისტოს შემდეგ აი აქ გულისცემა ხო გვესმოდა ხოლმე ხელს რო დაიდებ გული ხო ცემ ბაგაბუგი ხო გვესმოდა ხალხო ფონედოსკოპით ხო გვსინჯავდნენ ვინც იცით უკვე ხო იცით ვინც არ იცით აბა ეხლა გულზე ხელი დაიდეთ და ნახეთ პეთქავს თუ არა გულისცემა აღარ ისმის აქ კერძე აქ ისმის აქ არტერიაზე და მაჯაზე ისმის წნევა ჩვეულებრივ მესინჯება განაგული აღარ არის და განა გაჩერდა არ გაჩერდა და ვისაც აღარ გვესმის ეგ გულისცემა გადავედით სხვა მატრიცაში სხვა ქართულად ეხლა მე ეგ სიტყვებს ვერ მოვიგონებ სხვა ლიველზე ვართ გადასულები ვინცაც ჯერ კიდევ გაქვთ გულისცემა ესე იგი თქვენ დარჩით 3D-ში და ჩვენ გადავედით 5D-ში ეხლა ვინმე ბევრი იტყვით რომ ქალო სულ გაგიჟდიო მაგრამ არა არ გავგიჟდი ვიკვლევ ჯერმე ამ ამბავს და ის რომ გული მე აღარ მიცემს აქ ეგ ფაქტია ძალიან ბევრ ადამიანს აღარ აქვს გულისცემა აღარ ისმის ზოგი წერდა მე რომ აბა ისაო ბუქნები გააკეთეთო ბუქნებიც გავაკეთე კიდეც ვივარჯიშე და მე ვნახე მაგრამ არ მიცემს ახსნა აქვს მაგას რატომაც კი არ გაჩერდა და კი აღარ მუშაობს და ზოგი გამოვა და აი ეხლა უკვე ილუზიაში ვართ და ჩვენ აქ აღარა ვართ და ჩვენ წავედით და
ბევრი რამეა. მაგრამ ჯერა ნახეთ და კომენტარებში დამიწერეთ, ვინც ვეღარ გაიგეთ გულისცემა. ბავშვებს არა. ბავშვებს აქვთ. ბავშვები ცალკე თემაო, არ ვიცი. დიდებზეა საუბარი უფროს ადამიანებზე და დაიდეთ გულზე, მე რომ თავიდან ეს მოვისმინე. რაიმე მეთქი ახალი გიჟობა. დავიდე, ვერა ვყოულობ ხალხო, არ მიცემს. არ ისმის, აქ გული აღარ ისმის. ეს ეხლა ის კი არ არის, რომ კიდევ ვიმეორებ, ეხლა მე არ მინდა რომ მე აგიხსნათ და რამე შეცდომაში შეგიყვანოთ, თქვენ თვითონ ვინც დაინტერესდებით მოიძებთ ინფორმაციას, მაგრამ როგორც ამბობენ და როგორც განმარტებიდან მოვისმინე, სისხლის მიმოქცევის ტემპი შეიცვალა. ანუ გული როგორც მექანიკა მუშაობდა და ეხლა ავტომატიკაზე გადავიდა. ჩემი სიტყვებით რო გითხრათ. მოკლედ სხვა ციკლი ჩაირთო გულის მუშაობის, ანუ სისხლი ისე აღარ ჭირდება, სისხლი თავისით დადის და გულს აღარ ჭირდება ეხლა ის ფეთქები. არ ვიცი, კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მიიდეთ ეხლა გულზე ხელი და ნახეთ, ვინც ვეღარ იპოვით გულისცემას. აკმა ზოგმა აქაც დაკარგა. ზოგს მაჯაზეც აღარ ესინჯება და მარტო საძილი არტერიაზე ესინჯება. მე არა, მე მაჯა მაქვს. მაჯაზე მაქვს, მაგრამ კერძზე აღარ მიფეთქავს. ბალიშზე რო დავდებდით თავს, ხო გახსოვთ, ხო იცით და ბალიშზე რო დადებ და გიცემს, აღარ არის. აღარაცემს. აღარ არის, შეიცვალა. აი ეს რაც მზის დაბნელება იყო 12-13-ში, მაგის მერე მოხდა ეს ამბავი და არ ვიცი, როგორც ამბობენ, ჩვენ გადასულები ვართ და სად გადავედით, რა ვიცი, რა გითხრათ, მე ჯერ აქ ავგზნოთ თავს. დაწყნარდითო, არ იშფოთოთო, არ შეგეშინდეთო, თუო შეგეშინდებათო და ნერვიულობას დაიწყებთ, უკან დაბრუნდებითო. ვისაც ისევ აქვს გულისცემა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯერ აქ აქვთ კიდე საქმეები დარჩათ გასაკეთებელიო და არ არიან იმ სხვა ლეველზე გადასვლისთვის მზადო. არის. მე გეუბნებით, რაც მოვისმინე და ეხლა თქვენ ეხლა ეგ თემაც მოვჭი. ეხლა ჩვენთან რა ხდება ახალი? არაფერი არ ხდება ახალი. სიცხე მარტო. მერე ჩემი დაპირ მეზობლის გოგო თხოვდება და გამოაკრეს დაბლა სადარბაზოში, რომ ვისაც გინდათ მონაწილეობის მიღებაო, სამოგზაურო სააგენტოში მიბრძანდითო და ფული დატოვეთო. ხო. ეგ კულტურული მათხოვრობა, ეხლა მათხოვრობა ყველგან, მარტო TikTok-ზე კი არ არის და მარტო Facebook-ზე რა ქვია იმას, YouTube-ზე. ყველგან არის მათხოვრობა. ეს ამათი აქაური წესია, ქვია მონაწილეობის მიღება. და ვისაც გინდა რომ მონაწილეობა მიიღოს ხვის ბედნიერებაში, ანუ დაუფინანსო რა, ფაქტიურად ერთი წუთი მოვიდა მშვიდობის მაძიებელი. მოჩე. ის ვიდეოს დოფაჩე. გაუხარდება ეხლა ვიდეოს რომ ვაკეთებ და შემოძვრება ეხლა. Adesso entrerà questo partecipa. Cosa avete in saagentosci da dove puli? Buongiorno. Vai bene. Quanti anni abbiamo noi? Come va? Beh, le ferie sono quasi finite. Quasi. Finite. Stavo raccontando il fatto. Vai, no, aspetta. Stavo raccontando il fatto di caldo. Oh. Potete togliere anche il cappello. No? Sì. Lo togliamo. Va bene? Tutti mai vuoi fare mettere da nelle bulia, già oscuro. È da parecchio che non ci vediamo. Mi siete mancati, veramente. Ho sentito la vostra mancanza. Martla, Io vi chiedo scusa se non ho pubblicato qualche canzone perché un po' il calore, perché qui è stato tanto e noi a questo
calore non siamo abituati, quindi შეჩვეულები არ ამართო და წარმოგიდგენთ მე. è difficile, veramente, credetemi, è difficile. Figurati io. E quindi vi chiedo scusa se non ho pubblicato, ma tra qualche giorno რამდენიმე ci დღეში sentiamo tra qualche giorno con una bellissima canzone dedicata a tutti quanti voi. Quindi ლამას სიმღერას დავდებ ყველას მოგიძონით. mi auguro che le ferie che avete passato o che state passando ancora siano state di vostro gradimento, che tutto... Piove, fa freddo da noi, benedetta la Georgia. Allora venite in Italia. მეოთხარ ცივა ჩვენთან გრილა წვიმს მეთქი მადლიანი საქართველო მეთქი დალოცვილი. E venite in Italia, qui Ciao, c'è un Di caldo a morire. Ciao a cazzelao. A morire. E ancora stamattina hanno detto che dobbiamo arrivare a 44 gradi. Di la spiega გვაფრთხილეს რომ მომდევნო კვირაშიო და Da morire veramente. ორ შაბათს Peggio dei paesi africani. შორს ქალაქში ამის ანალიზზე. Beh, come ve la vedete? Ve la vedete come un tarallo di Pasqua la signora? Vedete come ve la tengo? Vaime! Ai ხაიძახს, აბა როგორია, როგორ არისო, ხოზი ისო. აღდგომის იმი ბულკივითო. Adesso come ve la tengo, როგორ ამყავსო. Ve la tengo come una bambola. Guarda un po'. E io come ti tengo? Come un bambolo. მე როგორ გამყევ ხარ მეთქი. თოჯინასავით ამყავსო და მე როგორ გამყევ ხარ მეთქი. თოჯინასავით. Mo' è l'apparecchio che non ci facciamo 4 risate, vero? რამდენი ხანი არაფერი გვიხუმრია მე და თქვენო. Comunque, se volete, il viaggio pago tutto io, venite in Italia. Vai, questi ci crederai. E venite a fare le ferie in Italia, vi porto tutti al mare. Ciao, dito quella squadra che quant'acqua. Vai me beut metà dai giro da bogat che metti da bere una hot amici. Tutti al mare, tanto voi la montagna voi ce l'avete, io vi porto tutti al mare. Squadra che quanto a fare un bel bagno a mezzanotte, il bagno di mezzanotte, è bellissimo. È bellissimo il bagno di mezzanotte, ragazzi, veramente. Andiamo noi a fare mezzanotte. I vostri mariti, le vostre mogli stanno bene, i vostri figli, tutti quanti. Noi abbiamo passato un paio di settimane veramente bellissime, belle, non ci possiamo lamentare. E quindi adesso siamo qua, mentre gli altri stanno in ferie, noi siamo qua. Una volta ciascuno. Non fa male a nessuno. Non fa male a nessuno, brava. Quindi adesso aspettiamo un pochino di fresco, speriamo che arrivi presto. La prossima settimana non sperare. Diciamo l'agosto non si vede a diminuire. Quindi agosto a raggiungere per il ciascuno temperatura da Isis. Vedremo che cosa dirà il meteo. Vedremo che cosa dirà il meteo. Comunque, ragazzi, ancora una volta io vi capisco che l'ultima canzone ha avuto poche visualizzazioni, ma io vi capisco, stavate in ferie, giustamente. Non avete dato... Non mi avete dedicato 5 minuti di tempo, ma va bene lo stesso. Per me va bene lo stesso. L'importante ci sono tanti cambiamenti su YouTube. Sì, e poi ci sono stati tanti cambiamenti su YouTube. Comunque se c'è qualcosa che non vi piace, se dovete fare qualche richiesta, però qualcuna, fatemela, con la speranza che sia nel mio repertorio. Io cercherò di accontentarvi. Va bene, poi rimane male qualcuno come... ma io dico sempre, non abbiamo fatto... la richiesta fatemela, se io riesco a trovare quello che
იძახის თუ რამე სიმღერა გინდათო და მეტყვითო რომ გავაკეთებო, მაგრამ ხან არისო რომ perché non sempre trovo quello che piace a me e ვერ ვაკეთებო, აი ლელას ბიჭს ვერაფრით ვერ გავუკეთეთ, არც ისეთი დიდი რამე არ იყო, მაგრამ აი თქვა რომ ვერაფრით ვერ ავწევო, რიკიე პოვერის ის იყო. È vero che un paio di richieste non vi ho accontentati per un paio di richieste, però non è stata colpa mia, non ho trovato quello che cercavo io. Bazas vera პოულობს ისეთს რომ ამის მისტემბრთან მოვიდეს და თუ არ გააკეთა როგორც თვითონა, უნდა და ვერა, ისე არა. Perché la base non era idonea per la mia voce, ecco, non era idonea per la mia voce, le tonalità non erano giuste. ხა დიდი რამე მომღერალია თუ არ არის საკმაოდ კარგად მღერის, მაგრამ თვითონ არის ადამიანი პასუხისმგებლიანი ისეთი რომ იძახის ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. თუ ვერ მივახცევ იმ ჩემ მაქსიმუმს, ისე რა არ მინდა. Da es კარგია, იმიტომ რომ ვცდილობ რომ ის მაქსიმუმი, ho detto che lui è così, c'ha quello senso di responsabilità che dice se non do il mio massimo, se non farò come il massimo, non la voglio fare proprio. Ho detto bene del direttore? Sì. Me Deda. Radavashabe. Deda da dmebashi. Radavashabe. Va bene ragazzi. Noi siamo in ferie ancora per sempre. ჩვენ მაინც უშვებულებაში ვართ. ორი უსაქმური? Io no. Tu no. No. E come mai? Lavo, stiro, faccio, cucino, Io esco. Vagabond. Io esco, vado al bar, leggo il giornale, prendo il caffè. მე ხარ მე არა ვარ შვებულებაში მეთქი. მუშაობ, ვალაგებ, ხეხავ, გლეჯავ, სალდილს ვაკეთებ. მეო ეს გავაკეთებო. კაფე, ჟურნალე. ვინმე მიკმეს. Dilit cava, bari, chiacchierare con quel, bebe. Vai vedete. Beh, ragazzi. ესე სიყვარულობთ ჩვენ მარტოკებით ხალხ, მარტოებით ვცავ და ასე ხუმრობთ, ერთმანეთს თქვეტავთ, ერთმანეთს ვუჯიკებთ, თვითონა ვართ საჯიკებლები და ასე გადის ჩვენი დღეები, იმიტომ რომ თუ ერთმანეთს არ ვეკაჩეთ და ვერფერეთ, არაფერი არ გამოვა. Ho detto se non facciamo noi, non tiriamo su uno l'altro, non carezziamo, non facciamo, non va avanti. Pazienza. Allora, tutto pazienza. Come sempre vi auguro il meglio a voi e a tutta la famiglia. ყველაფერს კარგს გისურვებთ ოჯახებშიო, როგორც ყოველთვისო. Non ho parole per dirvi grazie a tutti quanti voi. მადლობა საქმელად ყოველთვის სიტყვები არ ამყოფნისო, რომ სათანადო მადლობა გითხრათო. E un abbraccio a tutte le georgiane e a tutti i georgiani, ovunque essi siano oggi. Un abbraccio. Velaო ქართველებს ვეხდიდათ, ვეხოვი გულიანად, გეხოვითო და მოგიკითხათ ქალებსო, მამაკაცებს სადაც კიდე იყოთ, ამჟამად ყველასო. Კიდე საქართველოში და კიდე გარეთ. Allora, alla prossima, fra qualche giorno, რამდენიმე დღეში დავდებ სიმღერასო. Andiamo. Ciao. წავედით. Radavashabe. Ara, tu adesso devi dire cargat. ნახვამდის ვერაბოლს და კარგად მაინც ვათქმევიდო. A proposito, quando sei arrivato, Gamargioba hai detto? Che cosa? Quando sei arrivato, hai detto Gamargioba? No. Gamargioba, qui metfidara, oh! In italiano ha detto. Gamargioba. Cargat. E cargat. Aegre. Aha, vera ყავ ჩვენ თვალზე, როგორც გვიდა ისე ყავ. წავალ ახლა და მე კიდე არა, ავტვით საპირა ამას. ჩაკაფული გავაკეთე ხალხო, იგა მომიტანა ქინძი ბარიდან და 2 წლის წინ რომ გამომიგზავნა დეიდაჩემა ტყემალი, ალურჩა იყო ბოთლით.
და მე დო მაცივარში არაფერი არ მოვიდა 2 წელია მაცივარში და საყინულში არა მაცივარში პლასტმასის ბოთლით მთლიანი ალუჩები ეყარა და იმით გავაკეთე ჩაკაფული რა ვისი ამოვნე ვერ გეტყვი დამრჩა მარტო წვენი და შევაგდე და გავყიდე კიდე გამომადგე წავედი ხლა მე კოცნით ყველას ნუ როგორც იყო ეს ვიდეო და იმედი მაქვს რომ მომდევნო ვიდეოს უფრო დაწყნარებულზე მოვალ წავედი კოცნით ყველას აბახე და აბახო ხალხებო